მოგესალმებით. ეს არის ჩოხატაურის სათემო რადიო. ჩოხატაურის ხმა. თამთა ცინცაძესთან ერთად. დღეს ჩვენი გადაცემა მიძღვნილია ერთ-ერთ ყველაზე ნას, ამავე დროს ძლიერ ხმას ქართულ ლიტერატურაში, ანა კალანდაძეს. მისი პოეზია მუდმივად იყო სუფთა, სათუთი, სავსე სიყვარულით, სამშობლოს ტკივილით და სილამაზის დიდებით. დღეს მოვისმენთ იმ ადამიანის მოგონებებს, ვისაც პირადად ჰქონდა შეხება ანა კალანდაძესთან. ისინი გაგვიზიარებენ პატარა ისტორიებს, რომელთა საშუალებითაც უკეთ შევიგრძნობთ ამ დიდი პოეტის სულს. სანამ უშუალოდ ისტორიების გაზიარებაზე გადავალთ, მინდა გაგახსენოთ ძალიან მოკლედ ანა კალანდაძეს ბიოგრაფია. ანა კალანდაძე 1924 წელს დაიბადა. 15 დეკემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისთავში. გლეხი პავლე კალანდაძის ოჯახში. საშუალო სკოლა ქუთაისში დაასრულა. 1951 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა კავკასიური ენების სპეციალობით. ის იყო ძალიან აქტიური ქალბატონი. ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო. 1946 წელს პირველი ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ ლიტერატურა და ხელოვნებასა და მნათობში. ლექსის პირველი კრებული 1953 წელს გამოსცა. ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. მისმა პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება საზოგადოების, ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის 2 ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახლდათ. 2006 წელს პრემია საბა ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გარდაიცვალა 2008 წელს 11 მარტს 83 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში, თბილისში. მინდა მივესალმო ქალბატონ ნათია კალანდაძეს, რომელიც ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია და ის გაგვიზიარებს ისტორიას ქალბატონი ანა კალანდაძის შესახებ, რომელიც მას უშუალო კონტაქტის დროს ჰქონდა ქალბატონ ანასთან. 2006 წელს დავინიშნე მუზეუმის დირექტორად და პირველი ნაბიჯი უკვე მარტის თვეში გავაკეთე ანა კალანდაძესთან. ანა კალანდაძის კუთხე მუზეუმში არ იყო და ჩოხატაურში ანა კალანდაძის სახელობის იმ ეტაპზე მაშინ არაფერი არ იყო. მივედი ქალბატონ ანასთან, დავურეკე ტელეფონით და მან მთხოვა რომ მივსულიყავი და რო ნახარო ხიდისთაველი ვიყავი, ძალიან გაუხარდა. ის ინიციატივა რომ მუზეუმში მისი სახელობის კუთხეს გავაკეთებდი, ესეც ძალიან გაუხარდა. მთხოვა რომ მისთვის მიმეცა დრო, რომ მას მოიწოდებინა ჩემთვის მასალები. მუზეუმისთვის მან გამომატანა მასალები თავისი ხელით ნაწერი ავტობიოგრაფია, თავისი ლექსების ქსეროასლები, ერთი ლექსი, პატარა ლექსი დაწერა კიდეც და ხელნაწერის სახით გამომატანა და ასევე გამომატანა თავისი წინაპრების ფოტოსურათის ასლები. მე ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ მუზეუმში, მუზეუმის თანამშრომლების დახმარებით, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ მუზეუმში, სურათი გადავუღეთ აი ამ კუთხეს სურათი და გავუგზავნეთ ქალბატონ ანას. ის ძალიან კმაყოფილი დარჩა ყველაფრით და 2008 წლის მაისში შევთანხმდით, რომ უნდა ჩამოსულიყო ჩოხატაურში. პოეზიის საღამო უნდა გაემართა, მაგრამ ის სამწუხაროდ მარტის თვეში გარდაიცვალა. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ შევხვდი ქალბატონ ანა კალანდაძეს. მან მაჩუქა 2 წიგნი. ერთი წიგნზე არის ავტოგრაფი პირადად ჩემთვის ნათია კალანდაძისთვის და მეორე გააკეთა მუზეუმისთვის, რომელიც მუზეუმს საჩუქრად გამოუგზავნა დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ჩვენთვის და ჩოხატაურელებისთვის დიდი სიამაყე ის არის, რომ ანა კალანდაძე დაიბადა სოფელ ხიდისთავში ჩოხატაურის რაიონში. პირველი ლექსი მან აქ 5 კლასელმა ბავშვმა დაწერა ხიდისთავში. როდესაც მამიდამ უთხრა რომ თავის ბავშვები რომ ეზოში თამაშობდნენ, აიო თქვენ ესე რო ერთობითო, მოდითო ვინმე ლექსი დაწერეთო და ანა კალანდაძემ ლექსი მიუძღვნა მთვარეს. ის ლექსი მან მაშინვე გადაახია, იმიტომ რომ არ მიყვარდაო თვითონ
თავმდებალი ადამიანი იყო და თავიდანვე ჩემს ლექსებსო არავის არ ვაკითხებდი, არავის არ წერდი და ვხევდი, მხოლოდ მე მომწონდაო და როდესაც ის სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა, ის მეგობრის დამსახურება იყო, რადგან მეგობარმა მას რვეული, 12 ფურცლიანი რვეული ლამის მოპარა და წაიღო მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან სიმონ ჩიქოვანთან. სიმონ ჩიქოვანი გაგიჟებულა ლექსებით და სთხოვა რომ ეს ქალბატონი მომიყვანე და გამაცანიო. და მართლაც ანა კალანდაძე 1946 წლის მაისის თვეში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ახალდამთავრებული იყო და ჭრილობებიც კი მოუშვებელი ჰქონდა ქვეყანას, პოეზიის ცაზე გამოჩნდა დიდებით და მას მურმან ლებანიძე ამბობს, რომ ანა კალანდაძეს ეუბნება, რომ შენ ძლიერი მამაკაცების გვერდში დგეხარ თავაწეული და შენი დედაკაცობის გამო შეღავათი არავისთვის გითხოვია. მართლაც ის პოეზიის ცაზე გამოჩნდა როგორც დედოფალი და წავიდა ამ ქვეყნიდან როგორც დედოფალი და ის ნათელი ვარსკვლავი დაწავა, რომელსაც ქართული პოეზიის დედოფლობა ჰქვია. ძალიან საინტერესოდ საუბრობთ. ჩვენი შემდეგი სტუმარი მანანა სურმაინცია. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა გადაცემაში ჩაწერაზე რომ დავგთანხმდით და გვიზიარებთ იმ ძალიან საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ქალბატონი ანასთან უშუალო კონტაქტის დროს ჰქონდათ. გთხოვთ მოგვიყვეთ ანა კალანდაძის შესახებ. მე ხიდისთაველი ვარ. ანა კალანდაძის მეზობელი. უფრო მეტი, ანა კალანდაძის ქუჩაზე ვცხოვრობ. მთელი ჩემი ბავშვობა ანას ეზოშვილმა გატარებული. საოცარი მოგონებები გამაჩნია მასთან დამოკიდებულებაში. განსაკუთრებით ზაფხულის მოსვლა მიიხაროდა, როცა ანა ჩამოგზამდებოდა, მეზობლის ქალბატონები სპეციალურად გაემზადებოდნენ ანას სანახავად, რაღაც ნუგბარსაც მიართმევდნენ, სახელდახელოდ გამოწვარ ხაჭაპურს და ყვებოდა ანა ქალაქის ამბებს, თითოეულს გამოკითხავდა როგორ იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ, შვილები რა საქმიანობდნენ, თუ სწავლობდნენ. ერთხელ მახსოვს, ერთ-ერთ ზაფხულს ჩამოგზავნა მეზობლის ქალბატონებს ახლად გამოცემული წიგნი უსახსოვრა თავის. მე შენთვისაც მაქვს ჩემო მანანა წიგნი და მაჩუკა აწაწინა რტოვარ წარწერით ჩემს კარგ და ყოჩაღ მანანას ანასაგან და თან მითხრა პირველად ეს ლექსი ისწავლე მეფერება მზეალგეს მერე საქართველო ლამაზ და მერე რომელიც შენ გინდა იყო ერთხელ ასეთი შემთხვევა რაიონული გაზეთის კორესპონდენტმა მთხოვა რომ როგორმე ანა რო ჩამოგზანდებოდა შემეხვედრებინა. რო ჩამოგზანდა რასაკვირველია, წავიყვანა ეს ქალბატონი და ეზო სადაც თვითონ ცხოვრობს, ჩამოვდიოდა პატარა ღელე. თუ გახსოვთ ეს ლექსი ესეთია. გური აჭარის მთებზე, თოვლი გური აჭარის მთებზე, ჩემეულთათა. ცირე წისკვილი გუბაზეულზე ჩემს ეზოს კართა. აი ამ გუბაზეულის პატარა მონაკვეთი იყო, რომელიც ჩამოდიოდა მისი ეზოს გვერდით და რატომღაც დამშრალიყო. და წუხილისო რომ მივედით, მითხრა ვერ დავიძინეო მანა და მივხვდიო რომ წყლის დუდუნი არ მესმოდაო. და მასაც შესჭირლა ამ კორესპონდენტს რომ აი ესეთი რაღაცა და მაშინ ცოტა ისეთი დრო იყო და კორესპონდენტმა ეს არ გააჟღერა რომ დაუშვათ რაღაც. მერე იყო ესეთი შემთხვევა, უნდათ ძალიან რომ მოეწვიათ ანა და ვერავინ ვერ შეძლო. მე წლების მანძილზე თბილისში სწავლობდი, მუშაობდი და არსად არ შემხვედრია ანა რომ ან სკოლაში არსად არ უყვარდა საოცრად ესეთი პომპეზურობა მით უმეტეს და რაღაცა და ერთხელ რაიონმა გადაწყვიტა, არაერთხელ, მაგრამ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოეწიათ ქალბატონი ანა და ვინ არ ჩაერია, ვერ შეძლენ, მაგრამ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, ჩოხატაურში რაიკომის მდივანი გახდათ თამაზ იმედაძე.
რომელიც სტუდენტობისას თბილისში სტუდენტობისას ცხოვრობდა თურმე მურმან ლებანიძის გვერდით. მურმან ლებანიძის მეუღლე ლენა და ქალბატონი ანა უნივერსიტეტში სწავლობდნენ ერთად. აქედან გამომდინარე ესენი ძალიან ახლოს იყვნენ ერთად. ეს იცით რომელი ლენაა გაზაფხული შემოსულა ლენა, ეს ლენაა და მურმანმა შეძლო რომ ანა დაეყოლიებია ამ თამაზი მედაძის მეშვეობით და ჩამოიყვანა ჩოხატაურში. მე ამ დროისთვის უკვე თბილისიდან ჩამოსული ვარ და სკოლაში ვმუშაობ და ერთხელ სკოლის დირექტორი მეუბნება რომ მანანა რაიკოვის მდივანთან უნდა ჩახვიდე. რატომ? პასუხი არ ქონდა. შიში ჩავედი. რა დავაშავე ფიქრობ გზაზე და ნუ შევედი მოკლედ გაცრეცილი და მომესალმა მანა შენი დახმარება გჭირდება. ამან ხლად გამაოცა რაიკომის მდივანს ახლა პატარა გოგოს. ჩვენო გადავწყვიტეთ რომ ქალბატონი ანა მოვიწვიოთო. აი შენი საზრითო. ყველაზე მეტად რა შეიძლება უსახსოვროთ რომ გაახაროსო. და ეს იყო ის დრო როცა რაიონის კორესპონდენტი მყავთან მასთან შეხვედრაზე და გამახსენდა. აი წუხელის არ მიძინია და რატომღაც მიუთხარი აი ესე მეთქი მდინარის ნაპირი ჩამოდიოდა მასთან და დამშრალია მეთქი და ძალიან დარდობდა ამას. მეორე დღეს ექსკავატორები, ტრაქტორები ჩადგა და მოკლედ იყო ცხრიანი უკვე პატარა მდინარის და მე ჩამობძანდა ანა რასაკვირველია. ჩამობძანდა ანა 1-3-4 დღით ადრე და ქალბატონებს ახლა მაშინ სუფრები რესტორნებში არ იყო, ოჯახებში იყო და უამრავი მეზობლის ქალბატონები შეკრებილები და 1000 რაღაცას აკეთებენ და ეს თითოეულ მასგან მიდიოდა და როგორ ბოდიშოფტია და როგორ მადლობას იმ ყველაფრისთვის რომ აი ესე შეწუხდე და აი ესე გაისარჯე. ეხლა ჩამოვიდა 2 დღით ადრე მურმანი და თავისი ცოლი, იმიტომ რომ ძალიან ახლობლები იყვნენ ესენი ანასთან და ძალიან ესე იგი ეს ღონისძიება შეეძრებოდა და შედგებოდა და ჩამოიარეს მთელი ეზო ჩამოატარა. ანახა იქ აკაციის ტევრი. წემი სუსტი იყო ხო გასა. თუთა სადაც იდგა. მე ახალი სახლი ააშენინ და ის თუთა მოჭრე. ამ დროს იმ თუთაზე სახლობანებს თამაშობდით პატარები. უზარმაზარი ნაძვი ედგათ ეზოში. ეთხოვებოდა მზეს ნაძვის წვერი, ხო გახსოვდა სადღაც ჩადიოდა ბათუმის მხარეს. ეს ყველაფერი მოატარა და ანახა ის ქვევრები, სადაც ჭინკები უნდა ყოფილიყო დამარხული. ეს ანას ეზოში არ იყო, ანას წინ ეზოში ასათიანები ცხოვრობდნენ და იქ იყვნენ და მახსოვს ბავშვები თამაშით რო გავერთობოდით, შებინდებისას დედაჩემის ხმა მომწვებოდა. მან ახლა დაგავიწყა მაგ ჭინკები როა დამარხული და მე ფეხაკრეფით წავიდოდი სახლში შიშით. ეხლა ლენა მთხოვა, ლენა მურმანის მეუღლე იქნებო სასაფლაოზეო ამიყვანოთო ანას დედას მაშინ არის ხიდის თავში დასაფლავებული და წავიდნენ და ამ ყველაფრის მეც ვიყავი მათთან. მიგზურად არა, უბრალოდ უკვე დიდი გოგო ვიყავი ამ დროისთვის და ამ ყველაფრის მერე დაიწერა ლექსი ველი სასწაულს ამ ქვეყანაზე. მე ამოვიღბე ნაფიცვარაზე. ისევ ის მიწაყრილი, თავჩაკიდული დგანანიანი და მახსოვს დაიჩუქა როგორ მიჭის უთქვენოთ დედას გადაცილებას. ასე შემოკარგო. მე შედგა ეს ღონისძიება რასაკვირველია. უამრავი სტუმარი თუ იქედან თუ აქედან. უამრავი სტუმარი ჩამოვიდა რასაკვირველია და ხოტბა და დგება. რომელიც საშინლად აღეზიანებდა. არ უყვარდა ეს, არ უყვარდა და ყველაზე მეტად არ უყვარდა ლექსის წაკითხვა. ვერ კითხულობდა კარგად მისთვის რო გეკითხათ, მაგრამ პოეტის დაწერილი ლექსი, მისი წაკითხული როგორიც არ უნდა იყოს, არის დიდებული. გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ყავით. საქართველოს ყოვლის მყრობელმან ვისურვე დავით. ფეხქვეშ გავცვიტეთ საფლავის ლოდი,
ყურძნის მტევნებით. ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუტევები, ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რა იგადარდებს, გასწიე იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. თუ ეს მაღალთა თამდავლობა ოდით და ოდით, თუ ცოდვილი ხარ, მაშინ მეფეო რაღაცნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა. ამ დროს ანას რამდენი ლექსი ქონდა ისეთი რომ სასაული და დაუშვათ რაღაცა და ყოველთვის ცდილობდა პატარ-პატარა ლექსები რომელიც ახლა დიდი ლექსები არასოდეს არ ქონდა მაგრამ პატარ-პატარა და განსაკუთრებით კითხულობდა შეიძლება ღრმა ხარ ქართულოსაო მოკლედ ესე ძალიან უყვარდა თითოეულ ხეს მცენარეს ქვას ისე ეფერებოდა როგორც საკუთარი შვილი აი ძალიან უყვარდა იმ წისქვილის წყალთან დაჯდებოდა იქ ამაკში და სტუმარსაც იგღებულობდა რომ რაღაცა და არასოდეს უყურადღებოდ არ პოებდა არავის ეს არ იყო დაუშვათ ქალბატონი ეს იყო მამაკაცი ეს იყო ბავშვი ყოველთვის და ყოველთვის ინტერესდებოდა იმის აი ყოველთვის რომ სწავლობდა თუ არა ეს იყო პრიორიტეტი მისთვის რომ რაღაცა სამურმანი და ქალბატონი ანა ლენა ჩამოვიდნენ აი ესე გააცნო ჩემი თავი ეს არის ჩემი კარგი მანანა და მურმანი მაშინ ამოიღო თავისი პატარა წიგნი უფლის ციხესთან აი ესე წერა სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი და დააწერა კარგ მანანას ეხლა იყო კიდე რომელიც ძალიან ისეთი აი როგორც გიყვებოდი ახლა ესე იგი სხვანაირად დავინახე წლებმა სხვანაირად მოიტანა ანას პოეზია თვითონ ანას ჩემის მისამართი ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა ნონიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა თბილისში ანა და ვესტური არასაკუთრებით მე ხომ მეზობელი ვიყავ იმისი და იყო დავა ოჯახში რომ გადასულიყვენ სხვაგან ბინა ის დაეტოვებიათ, იმიტომ რომ მცირე იყო ბინა, ცხოვრობდა თავის მიშვილებთან და ძალთან და ძმასთან, საუკეთესო ხალხი, რასაც ქვია და ვერ დაითანხმეს ვერაფერი. აქედანო ნინოშვილის ქუჩა ცოტა პატარა ქუჩაა ესეთი და მისი სარკმლიდან ჩანდა იასამანი და აკაციის ხე და მისთვის ეს იყო ყველაფერი. თუთა არ არისოდა რომ რაღაცა და იმისმაც მიშვილმა აი სასაული შეძლო სასაული მე როცა დრო გავიდა მივედით ანასთან წიგნის პალატის წინ ცხოვრობდა ქუჩაზე უბრალოდ აღარ მახსოვს რაღაც დიდი ისეთი და კორპუსები და რაღაცა და გამოდით ბავშვებო მე ჩემი მეგობარი მართა ისე ხიდისთანე გამოდით ბავშვებო და მეორე სართულზე იყო თვითონ და თუთა უზარმაზარი თუთა თბილისში ხომ სავსეა თუთა ყველა სარტი შემოდიოდა მის რაიონს. ეს მისთვის იყო, იმიტომ რომ ისე განიცადა ის სახლი, რომ დაშალეს, იძულებული გახდნენ, რომ თუთა მოეჭერათ და აი საშინლად, აი ვერ ეგუებოდა ამ ყველაფერს რაღაცა და იქ რომ ესე მისმაც მიშვილმა და რამდენი ის ვნახეო, რომ როგორმე სადმე იქნებ მე ნახა ეს ისო და ეს იყო ყველაზე მისი დღესასწაული და ყველაზე დიდი პატივისცემა აი ძმისშვილისგან მისთვის, რომ ხიდის თავში 1-2-3 წელიწადია ანა კალანდაძის პარკია. საუკეთესო და ლამაზი შეიძლება ხარჯნებო. აი ახლა ხარ ბიუსტიც გააკეთეს და კარგი ძალიან გახსნა და ყველაზე მთავარი. ანა კალანდაძეს აი ესეთი პოეზიის დედოფლად აღიარებული ქალბატონს სახმუზეუმი არ აქვს და მერმა დავით შარაშიძემ ხმამაღლა განაცხადა იქ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ მუზეუმს. მე მადლობა მინდა გადავუხადო მას ამ ყველაფრისთვის, ამ იდეისთვის და მე ვიცი ახალგაზრდა კაცია და დანაპირებს აუცილებლად შეასრულებს. არ შეიძლება ანა კალანდაძის სოფელში ანა კალანდაძის სახმუზეუმი არ იყოს. ასე რომ მე ამაყიდა მდიდარი ვარ იმით, რომ ვარ ხიდისთაველი რომ ვარ ანას მეზობელი და რომ ცხოვრობ ანა კალანდაძის ქუჩაზე.
მაინც ანაზე ფიქრით ვარ დატვირთული. ხიდისთავის სკოლაში საოცარი ღონისძიება ჩაატარა ლიტერატურული კომპოზიცია. ესე იგი ბანერზე გადიოდა ანა თავის ცხოვრებას როყებოდა. პირველი ლექსი რომ დაწერა და უშუალოდ ესეთი რაღაცა და უფრო მეტიც ისე ორგანიზატორი ვინც იყო ამ მადლობა მას ამ ყველაფრისთვის ერთი ესეთი მომენტიც დაიჭირა ერთ-ერთ რუსთაველის თეატრში იყო რაღაც საღამო ლიზა ბაგრატიონი ჩამოდის კიბეებზე სარა სიმღერას მღერის და დაბლა ელოდება სოფიკო ჭიაურელი ეს ბანერზე გადიოდა და დაბლა ბაუშმა იცეკვა ბოშაქარის ცეკვა გესმის აი დააკავშირა მან ერთმანეთს და მადლობა ამ ყველაფრისთვის ხიდისთავის სკოლას და მათ მიწის მოამზადა ასე რომ ჩვენ ძალიან დიდრები ვართ მე არა მარტო ჩვენ იმიტომ რომ ესეთი ბუმბერაზე ქალი ცხოვრობს ჩვენს გვერდით რომელმაც ძალიან უხმაუროდ ძალიან ჩუმად ძალიან მოგრძალებულად უზარმაზარი შედევრი შექმნა და თვითონ იყო ყოველთვის ჩრდილოში თვითონ იყო ყოველთვის მოგრძალებული თვითონ იყო ყოველთვის ისეთი უხმაურო მადლობა უფალს რომ ქალბატონი ანა მყავს ამ ქვეყანაზე მადლობა უფალს იმისთვის რომ მე ხიდისთაველი ვარ ანას მეზობელი და ცხოვრობ ანა გალანტაძის ქუჩაზე მადლობა ეს იყო ჩვენი პატარა მოგზაურობა ანა კალანდაძის სამყაროში. მის ეს სიტყვა დღესაც გვახსენებს, რომ ლექსი მხოლოდ სიტყვები არაა. ეს არის სული, რომელიც ჩვენ გულში ინახება. მოგონებები, რომელსაც მოусმინეთ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დიდი ადამიანები მხოლოდ წიგნებში კი არა, არამედ ადამიანის ცხოვრებაშიც ღრმა კვალს ტოვებენ. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან. გისურვებთ იმ სითბოსა და სინათლეს, რომელიც ანა კალანდაძის პოეზიიდან მოდის. დარჩით ჩვენთან. მომავალ შეხვედრამდე.